იგი არის აღმოფხრა დაგროვებული ტოქსინების. როცა ტოქსინები გროვდება, მობილიზირდება დაგროვების ადგილებიდან, მათ აგრეთვე შეუძლია რომ გამოყონ განახლებული ტოქსიკური ეფექტი. თუ ისინი არ არიან მტკიცედ შეკრული ქელატორით, ქელატორს, არ ვიცი, რაღაცა პრეპარატებია, ქელატორები, რომელსაც შეუძლია შეკრას ტოქსინები და არ მისცეს საშუალება გავრცელების რა, დეტოქსიკაციის დროს. სანამ მთლიანად იქნებიან, საბოლოოდ იქნებიან გამოყოფილი, extracted, ანუ ან ერთი ან მეორე გზით, ხო? და თუნდაც საუკეთესო ქელატორებს გააჩნიათ გარკვეული ხარისხის სპონტანური დისოციაცია. ამ ნივთიერებებისგან, რომლებთანაც ისინი არიან შეკრულები. არ ვიცი რა თქმა უნდა, and even the best chelators have a certain degree of spontaneous dissociation from the substance to which they are bound. ანუ ეს ქელატორები იკვრება ნივთიერებებთან. ხო, ეს რა ესეთი ფუნქცია აქვს. შეკვრა ნივთიერებასთან და dissociation. არ ვიცი როგორც გავიგებთ. Some agents have only the ability to mobilize toxins but have no ability to bond the toxins. ზოგიერთ აგენტს აქვს მხოლოდ ტოქსინების მობილიზების უნარი, მაგრამ არ გააჩნია მათი შებოჭვის უნარი მობილიზაციის შემდეგ, ანუ უბრალოდ სადღაც აგროვებს, მაგრამ არ ბოჭავს რა. ჩვენ გვინდა რომ შევბოჭოთ ეს, რომ ეს დაგროვილი რაღაც კერები ამ ტოქსინების არ იქნას შემდეგ გაშვებული ორგანიზმში, ხო? და ასეთ აგენტებს თან უნდა ახლდეს მნიშვნელოვანი რაოდენობით დანამატები ან საკვები ნივთიერებები ანტიოქსიდანტების სახით, რათა for the toxin mobilizing process to be achieved without negative, რათა ეს ტოქსინების მობილიზაციის პროცესი იქნას მიღწეული ნეგატიური კლინიკური გავლენის გარეშე და კლინიკური გაუარესების გარეშე პაციენტის. ზოგადად დანიშნულება ქელატორის მიეკუთვნება common prescription chelators include ჩვეულებრივად შემდეგი ქელატორები ინიშნება ხოლმე, რომლებიც მოიცავენ დიმერკაპტოსუცინის მჟავას DMSA, დიმერკაპტოპროპანის სულფანატს DMPS, დიმერკაპროლი BAL, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა EDTA, პენიციլამინი, დეპეროქსაცინი და დეპერასიროქსი. აგრეთვე ეფექტური მჟავები ნივთიერებების
ეფექტურია ალფა ლიპოციდ მჟავა ალა და ინოზიტოლ ჰექსაფოსფატი. ჰექსაფოსფატი IP6. სხვა დანამატები, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ნატურალური ქელეტონი და სტიმულირებს. ეს არის გლუთიონის და მასთან დაკავშირებული ფერმენტები, რომელიც მოიცავს აგრეთვე შრატის პროტეინს, აგრეთვე აცეტილცისტეინს, N-აცეტილცისტეინს, S-აცეტილგლუტატიონს და ლიპოსომ ინკაპსულარული გლუტატიენი. Encapsulated glutathione. ძალიან კარგი გზა ფართო სპექტრის დეტოქსიკაციის გამოსაწვევად, აგრეთვე ძალიან კარგია და მინიმალური გვერდითი მოვლენების გამოწვევით კარგია ინდუცირებული ოფლიანობა, განსაკუთრებით ინფრაწითელი საუნა. არ ვიცი რა, ინფრაწითელი საუნა. ანუ გამოდევნისთვის. ანუ ეს ყველაფერი არის რათა გამოიდევნოს აკუმულირებული ტოქსინები. ანუ რა არის იმისთვის საჭირო, რომ გამოუდევნოთ აკუმულირებული ტოქსინები. ეხლა იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა